მოგესალმებით, თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ რადიო მაესტროს და ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში რადიოაქტიურ საათს 2 საათია. მე ჟურნალისტი თიასი ჭინავა ვიწყებ პირდაპირ ეთერში მუშაობას. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან საკრებულოში ფრაქცია დედაქალაქის აპარატის წევრი მამუკა ბალიაშვილი და კოალიცია ევროპული საქართველოსთვის წევრი ქალბატონი ქეთა გაბიანი. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოხვედით და იღებ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. მე მინდა საზოგადოებას გავაცნო ერთი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამართლიანად ცნო დენის გადასახადზე ნაგვის ტარიფის მიბმა. ეს არის თემა, რომელიც დაუსრულებლად იხილება საზოგადოებაში, დაუსრულებელი დავის საგანია. მას შემდეგ, რაც ქალაქის საკრებულომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მე გაგაცნობთ მოქალაქის სარჩელს, რომლის შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ ასევე უნდა ვიმსჯელოთ, რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ და შემდეგ საერთოდ რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საკრებულომ. ბექა დოჭვერის საქმე. მარტის თვეში მოვიხმარე დაახლოებით 406 კილოვატ-საათის ელექტროენერგია, რომლის 5 თეთრზე გამრავლების შემთხვევაში დასუფთავების ტარიფი იქნებოდა 20 ლარზე მეტი, რაც 4-ჯერ აღემატება დასუფთავების მოსაკრებლის იმ ოდენობას, რომელსაც 2011 წლის 24 ივნისამდე ვიხდიდი. ორსულიანი ოჯახი დასუფთავების ტარიფის სახით 5 ლარს იხდიდა. ცხადია, ეს ყოველივე უარყოფითად აისახება ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე, რის გამოც ფაქტობრივად ზიანი მადგება გასაჩივრებული აქტის მიღებით. აღნიშნული აქტით საკრებულომ იმდაგვარი სატარიფო რეგულირება დაამკვიდრა, რომ ვერ დაასაბუთა მისი ეკონომიკური შედეგები. მისი მიღებით ხალხისა და ამომრჩევლისაგან მიღებული ხელისუფლება გამოიყენა ხალხის, მათ შორის ჩემს წინააღმდეგ და საზიანოდ. გარდა აღნიშნულისა, გასაჩივრებულ აქტში დასაბუთებული არ არის თუ რატომ არ უნდა იყოს ტარიფი მაინც და მაინც 5 თეთრის და არა 2 თეთრის ოდენობით. რა კვლევებსა და შეფასებებს ეყრდნობა? კითხულობთ ბექა დოჭვერის სარჩელში. მეორე მოქალაქის სარჩელი ასეთია, ძალიან მოკლედ, მალხაზ ლაბაძის საქმე. თქვენ ხალხმა აგირჩიათ და ჩვენ უნდა გვემსახუროთ. ჩვენ გეუბნებით, რომ არ გვაწყობს ეს ნორმატიული აქტი. მე მინდა ჩემს სტუმრებს მიმართო პირველი კითხვით. თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე რამდენად აისახა ეს გადაწყვეტილება და შემდეგ გადავიდეთ უკვე სამართლებრივ დეტალებზე. ქეთა. მე საერთოდ მიკვირს, რომ ძალიან ცოტა იხარჯება ჩემთან სახში ელექტროენერგია მართლა. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ეკონომნათურები რაღაცები დავაყენეთ, ეს ახალი გადასულები საკმაოდ დიდი ფართია და საკმაოდ ისეთია წესით მეც უნდა ხარჯოთ ამით უმეტე ზამთარში, ნუ იგივე იხარჯება. გამომდინარე აქედან მე დიდად განსხვავება არ იყო. ანუ დიდი განსხვავება მართლა ხა რეალურად ვიცახი რაც იყო რა, რაც მოდიოდა. არ გაიზარდა თქვენთვის ელექტროენერგიის გადასახადი, დაგვის გადასახადი უფრო სწორად, იმიტომ რომ ისიც რასაც ვიხდიდი ადრე პრინციპში წესით უნდა გაზრდილიყო სინამდვილეში. ანუ მე როგორც ხვდები ეს თვითონ ეს მიბმა გაკეთდა იმისთვის, რომ უნდა გაზრდილიყო გადასახადი. ხო? ანუ ნაგვის გადასახადი მეტი უნდა გადაეხადოს მოსახლეობა. მოდით ესე ვთქვათ, ნაგვის გადასახადი იყო, ესე რომ ვთქვათ, ერთი წლის განმავლობაში საკრებულომ მიიღო 2 გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჯერ განსაზღვრული იყო ტარიფი, ზედაზღვარი იყო დასახული 3 ლარი, შემდეგ უკვე შეცვალა ეს გადაწყვეტილება და ასახელებდა ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად გასაუმჯობესებელ სერვისს, ხო? დასუფთავების. მაგრამ მოქალაქეები აცხადებენ, ქალბატონ ქეთა, რომ ისინი ზარალდებიან, მათი ფინანსური მდგომარეობა ამით უარესდება და ამას საუბრობს არაერთი მოქალაქე. არა, ესეთი ბრალდებები? კი, როგორ არა, ბევრი ლაპარაკობს და საერთოდ ლაპარაკი იმაზე, რომ რატომ იაბეს დენი ნაგავს, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეხლა მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, როგორც ადამიანმა, რომელსაც ეკონომიკასთან ქონია შეხება და აქვს კიდევაც, რომ უფასო ამ პლანეტაზე საერთოდ საქართველოში კი ყველგან არაფერი არ არის. უფასო, რაც ჩვენ გვეგონა, რომ იყო სოციალიზმის დროს და ძალიან იაფიღრდა ეს ყველაფერი, ჩვენ ამაში ვიხდიდით ძალიან ბევრს. ანუ ჩვენი ეკონომიკა ზარალდებოდა, საბჭოთა კავშირიც კი აი ამ ხელა მონსტრიც კი დაშალა არა იმან არა ამან, არამედ იმან რომ ეკონომიკამ უბრალოდ ვერ გაუძლო. მაგრამ ჩვენ ხო არ ვსაუბრობთ უფასოზე, ხო, ნუ მაგას ვიცი, არა, მე შორიდან რატო ვიწყებ. თავისთავად მე როგორც ხვდები ამ ნაგვის გადასახადის დენზე, მოხდა იმიტომ რომ ნაგვის გადასახადის ამოღება იყო ძალიან რთული, ხო ხე არ იხდიდა მარტივად, ხო? ეხლა როდესაც არის საშიშროება იმისი რომ დენი გაგეთიშება, როდესაც ნაგავს არ გადაიხდი,
ეხლა იძულებულები არიან გადაიხადონ. ჩვენ ესეთი პრინციპი გვაქვს. ეს არ არის გაერთიანება გადასახადების, ეს არის მიბმა. გაერთიანება ხო, გასაგებია. მიბმას ხო, ფაქტიურად რაზე ლაპარაკი, ხო? მეთოდი აპრობირებულია კაპიტონ ქეთა. იცით რა ის დასავლეთში კაპიტალიზმი არსებობს ძალიან დიდი ხანია და საქართველოში კაპიტალიზმი ჯერ იმ სახით, რა სახითაც საერთოდ უნდა არსებობდეს კაპიტალიზმი არ არსებობს. ანუ ჩვენ ეხლა ვიწყებთ სოციალისტური წყობიდან გადასვლას კაპიტალისტურ წყობაზე. ეს არის სულ 8 წელია, რაც მეტნაკლები ჯახრით და სირთულეებით მიდის და რაც უფრო ჩქარა მოხდება ეს საქართველოს უკეთესია. მიბმულია დასავლეთში. მიბმულია დასავლეთში ეს. მე ისევ და ისევ ვიმეორებ. მე ისევ და ისევ დასავლეთში გერმანიაში მაგალითად, ხო? არა თუ მიბმა ნაგვის გას თვითონ გააქვთ ნაგავი. ანუ ხალხის ცივილურობა და კულტურა იმ ხარისშია. არ არის ეს სხვა საკითხი. ორ სხვადასხვა. არ არის ეს როგორ გეკადრებათ? ეს ერთი და იგივე საკითხია, როდესაც საქართველოს მოსახლეობა არ იხდის ნაგვის გადასახადს. არა, არ იხდის. არა, არ იხდის არის. ხა მოდი მაშინ შევადაროთ მოიცეთ ერთი წუთი, ჩვენ ამოვიღოთ ტარიფები და შევადაროთ როგორ იხდიდნენ ნაგვის გადასახადს მანამ სანამ ეს მიებმებოდა ელექტროენერგიის გადასახადს და როგორ იხდიან ახლა. ნახოთ მაგ ქვითარი და შეგვიძლია. არა, ქვითარი ერთია. ჩვენ მაშინ უნდა ამოვიღოთ სტატისტიკა თელასიდან და თვითონ ნაგვის გადასახადსაც მერიიდან და მაშინ შევადაროთ ის ციფრები როგორც იყო მაშინ, ის ციფრები რომლებიც არის ახლა. გასაგებია. აქ ლაპარაკი იმაზე რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს პრობლემები ეკონომიკური, ეს ცალკე საკითხია, რასაც ჩვენ თელეკოალიცია ისედაც ვაღიარებთ და მოვითხოვთ კიდევაც მე ძალისხმევას კი ბატონო, ხალხთა უბრალოდ ჩვენ ერთმანეთსაგან უნდა გავმიჯნოთ ორი რამე. გაერთიანებული გადასახადი და მიბმული გადასახადი ორი სხვადასხვა რამე. არა, გასაგებია. გაერთიანებული გადასახადი ის თუ თქვენ არ გადაიხდით გასაგებია, დენიან პირიქით. ეს კი ბატონო, ეს გვაქვს ეს სისტემა, მაგრამ საუბარია მიბმაზე გადასახადის, რასაც რის ანალოგიასაც ჩვენ ვითხოვთ, თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაასახელონ ერთი ანალოგია, სადაც ნაგვის და დენის გადასახადი მიბმული ერთმანეთს. მიყვარს ეს ანალოგიების ძებნა და იმიტომ წამხედრობა. მე ძალიან მაინტერესებს. ძალიან ხშირ შემთხვევაში კაპიტალიზმი მე მოვიყვანე ერთი წუთი. ასე ვთქვათ, პოზიციას უყვარს ხო? კი, ვცდილობთ, მაგრამ ჯერ ესე იგი ლაპარაკი იმაზე, რომ გერმანიის მოდელი, როდესაც ხალხი ნაგვავს, არა თუ იმაშობა ცალცალკე იმებში ახარისხებენ პარკებში და ისე გააქვთ. საქართველოს რა ქვია საზოგადოება ჯერ ამის მზად რო არ არის ახლა არა სხვაგან წახვედით შეიძლება დაუბრუნდეთ საკითხს იმიტომ ძალიან შორს მიდიხართ კი ბატონო ორჯერ იხსნით რა მიზეზი შეიძლება კი ბატონო მე ჩემ პოზიციას გეტყვით და შეგვიძლია შემდეგ ვისაუბროთ თავიდან დავიწყეთ კი ბატონო სასამართლომ ვერ დაინახა მოქალაქის უფლებების შემზღუდავი ნორმა ამ ასე ვთქვათ მიღებულ გადაწყვეტილებაში საკრებულოს გადაწყვეტილებაზე არის საუბარი ჩვენ არც გავკვირვებია და არც გვიკვირს ცხადია გასაჩივრდება გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ ასე ვთქვათ უზენაეს სასამართლოში, მაგრამ ჩვენ არ გვიკვირს რომ დღეს ასე ვთქვათ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. აქ ეს არ არის მთავარი, აქ მთავარი არის სააკაშვილის ხელისუფლება, ეს არის საქართველოს ხელისუფლება. საზოგადოების უკაცრავად მე გისმენდით თუ შეიძლება. აქ მნიშვნელოვანი არის საზოგადოების დამოკიდებულება. დღეს საზოგადოება ერთსულოვანი არის იმ საკითხში, რომ ეს არის უსამართლოდ მიღებული გადაწყვეტილება და ამას თვითის ასე ვთქვათ მანიპულირებული კვლევები რომელიც აერა იმ ბოლო 2 დღის განმავლობაში ასე ვთქვათ აქტუალურია იქაც ჩანს სამ ძირითად პრობლემაში არის ეს პრობლემა შესული და გაუძვირდათ თუ არა მოქალაქეებს ცხოვრება მე ჩემი ქვითრები მაქვს თან წამოღებული ჩემი ოჯახის როდესაც ვიხდიდით 7 ლარსა და 50 თეთრს დეკემბრის დარიცხვა არის 19 ლარი და 50 თეთრი ქალბატონო ქეთევან თქვენ ცადეთ მოქალაქეების მსმენელების და მაყურებლის შეცდომაში შეყვანა რომ ეს თურმე იმიტომ მოხდა არა მომისმინეთ ეს თურმე იმიტომ მოხდა და იმით იყო განპირობებული რომ მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს არ იხდიდა მე შემიძლია გაჩვენოთ მაისისთვის ქვითარი რომელიც ჩემ სახლში მოიტანეს სადაც წერია საქართველოს მოსახლეობა ხართ ტენდენციას გეუბნებით იმ ნორმას რაც იყო რაც იყო ერთი ადამიანის ქვითარი თელ ტენდენციას თელ ქვეყანაში რომ 4 მილიონი და გასაგებია იცით იხდიდა თუ არა მთელი საქართველო მაქვით არა ამ ქვითარზე წერია ჩვენ მიპასუხეთ თქვენ როდესაც საკუთარი მაგალითით ლაპარაკობთ 4 მილიონი მოსახლეობის იმაზე რაც ყველას მიუვიდა ამ ქვითარში წერია რომ თუ კონკრეტულ თარიღამდე არ გადაიხდით წყლის და დასუფთავების მიმდინარე გადასახადს წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიწყდება თელენერგიის მიწოდება ანუ ეს ამ გადაწყვეტილებამდეც ნორმა იყო მანამდე თუ წყდებოდა მოქალაქეებს არა იმიტომ ვიხდიდიყო და ვის არ იხდიდა იმას ცხადია
დასუფთავების გადასახადს, არა ელექტროენერგია რა შუაში აქვს. ელექტროენერგია შეგიწყდებოდათ მომენტალურად, თუ იმ თარიღებში არ გაასწორებდით და გადაიხდიდით ყველა გადასახადს. ანუ სამი გადასახადი ამ ქვითარზე სწორედ ამიტომ არის, რომ ეს ორი გადასახადი ვინაიდან ამოღება ცოტა ძნელია, ადამიანს ადმინისტრირება ცოტა ძნელია დასუფთავების გადასახადს, როდესაც არ გადაიხდის, ამის შემდეგ რა უნახავთ. ამიტომ ხელისუფლებამ შემოგთავაზა ნორმა, ვინც არ გადაიხდიდა დასუფთავების გადასახადს, შეუწყდებოდა ელექტროენერგიის მიწოდება და ამაზე მაშინ ჩვენ ამბავი არ აგვიტეხავს. საზოგადოებას პროტესტი არ დაუფიქსირებია, არ გამოუხატავს, გამოსვლები არ ყოფილა, იმიტომ არ უწყდებოდათ, იმიტომ იხდიდნენ დასუფთავების გადასახადს. მაგრამ როგორც კი ალბათ პრივილეგიებით სასარგებლობთ ვერ გეტყვით. არა, ქვითარზე წერია რომ შეგიწყდებათო და ეს ის სარგებლობთ თუ არ იხდიდით. ცუდი მოქალაქეა. თუ თქვენ არ იხდებოდეთ ესე იგი დავიწყებოდა. არა მე ვამბობ რა. ვინც აწარმოებს რეგულირებას საკითხს, ის არის დამნაშავე თუ კი ხალხი შეცდომაში ეციცოდი რა. ანუ ასეთი იმითი ძალიან თხოვეთ ოპონენტს რა, რომ ერთი წესი ერთი ლაპარაკოს. რას ნიშნავს ცუდი მოქალაქე ხარ და რას ნიშნავს შეცდომაში შეყავ მე გეუბნები რომ თქვენ კორექტული ჯერჯერობით კორექტული ვარ თქვენ თქვით. კარგი, დავიცვათ კორექტულობა. კი ბატონო. კორექტულობა და ლაპარაკეთ როგორც ეკადრება ადამიანს. ვიცავ ყველა ნორმას დებატების ნორმას მეტადრე მანდილოსანი ბრძანდებით. კარგი, დავუბრუნდეთ თემას, შესაძლებელია. ქალბატონ ქეთა, იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ იხდით, რას გადასახადს არ იხდით? ნაგვის? ხო, ალბათ რა, მე მაგას ამ შემთხვევაში რეაგირება და უნდა მოვთხოვოთ პასუხი იმას, ვინც არასრულებს და მოთხოვნას კანონის მიხედვით. ხო და მაგაც გეუბნებით. კი ბატონო, მაგრამ ამის გამო მოსახლეობას ზედმეტ ტვირთად დაეწვას კიდევ გადასახადი ეს იმდენად სამართლიანი ამაზე აი ხა რა შეესაქმე მე ისევ და ისევ დაუბრუნეთ აი მოსახლეობას რომელიც მოიხმარს ელექტროენერგიას რომელიც ნაგავი აქვს სახლიდან გავწევთ. იმ მოსახლეობას რომელიც ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს მეტი შესაძლებლობა აქვს ფინანსური ანუ ხო? არა ეს არ არის არა როგორ არა ხარ არ არის ესე ქალბატონ ქეთა პატარა ბავშვი ვისაც ყავს სახში მისი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად ელექტროენერგიასთან არის არის რა როგორ არ არის არ არის მაინც და ვინც თვება ელექტროენერგიით ქალბატონო ქეთა? არა, გასაგებია, ვინც თვება ხო? ნუ გასაგებია, მაშინ გათბეს გაზით, იმიტომ რომ უფრო იაფიჭდება. არა, მაშინ გათბეს გაზით არ არის. გაზი არ არის, საერთოდ სახში არა გაზიფიცირებული საქართველოს ტერიტორიაზე. მაგალითად აი ეს ქვითარი. ეს ქვითარი. ან თქვენ გაზი არა გაქვს? სადაც არ არის ეს ჩემი ქვითარი, ეს არის მოქალაქის ქვითარი, რომელმაც მომართა საკრებულოში და დახმარებას ითხოვს, იმიტომ რომ გაზი არის შეყვანილი მისუბაში? არა, ერთი წუთი თუ შეიძლება. მოიხმარა გარკვეული რაოდენობა ელექტროენერგია, 845 კილოვატ-საათი და დღეს დასუფთავების გადასახადი მოუვიდა 42 ლარი და 25 ცენტრი. რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ, რომ ამ ადამიანმა, ასე ვთქვათ, ამ პერიოდის განმავლობაში დააგროვა 42 ლარის ნარჩენი. სამართლიანი არის ამ ხელა გადასახადი. ნახეთ 42 ლარი წერია. კაი, მაშინ ჩავყვეთ ახლა ერთი კონკრეტული მოქალაქის ნერვიულობს. კაკალი. ჩავყვეთ ამ კონკრეტული მოქალაქის შემთხვევას. ისის ყველაშორის. კაი, მაინტერესებს რა ახლა. აცნობამდე გაიგეთ. კარგი, გისმენთ. ამ კონკრეტული მოქალაქის მასთან ბონში გაზი არ არის, საერთოდ შეყვეთ. გაზიფიცირებული არ არის. და თბილისში არის ზონები, სადაც გრუნტის გზებიც არის. მართლა, ვიცი, მაგრამ გაზი არ არის. აი მაშინ ელექტროენერგიაც არ არის. არის ელექტროენერგიაც. მაშინ თქვენ უნდა დააყენოთ იმის მაგივრად, რომ ეს საკითხი თქვენ უნდა დააყენოთ საკრებულის წევრი ხო ხართ? არა, მაგრამ წარმომადგენელი. ნუ ვინც ხარ? გაზიფიცირება მოხდეს ყველა უბნის თბილისში და ეს იქნება სრულიად მართებული. მე არ ვიცი ხა თქვენგან მე არ მომწონია ეს საკრებულოში და დაესწარეთ ხდომებს, რაც მოქალაქეებთან ერთად ვატარებთ. ერთი წამი მაშინ ჯერ ქალბატონს პოზიცია არ ვარ და არის დრო მაქვს რომ საკრებულოში ვიარო და გამოაქვეყნეთ ხოლმე და დამერწმუნეთ შემოგიერთდებით მაგ მოთხოვნაში რომ იყოს გაზიფიცირებული Facebook-ზე ჩემს პროფაილზე არა მარტო Facebook-ის პროფაილი არ კეთდება გაზიფიცირება უბნების ხო? თქვენ მიგაჩნიათ რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო? იცით ეს სამართლიანი და უსამართლო ჩვენ არასწორად გვესმის თავისთავად ცნებები ხა რატომ? მე ისე ვიმეორებ, როდესაც ის მოქალაქეს რა ქვია, ოჯახი მოიხმარს დიდი რაოდენობის ელექტროენერგიას, ეს მექანიკურად ნიშნავს, რომ მას აქვს მეტი, ანუ
აქ ჩვენ ხო არა გვაქვს საშუალება ამოვიღოთ ცალ-ცალკე ყველა ოჯახის ბიუჯეტი, ამოვიღოთ რამდენს ხარჯავს ის საჭმელზე, გამომდინარე რამდენი ნაგავი გააქვს სახლი და ხო არა გვაქვს მაგის საშუალება რა. ანუ ჩვენ უნდა განვაზოგადოთ რაღაც დონემზე მაინც. არსებობდა ამისთვის ქაბატონო კეთა. გასაგებია, მაგრამ ამ ფიქსირებულმა გადასახადმა ვერ დაფარა ის ხარჯები, რომლებიც დღეს საქართველოს დასუფთავებით ჭირდება. თქვენი სტატისტიკა. მე რამდენადაც ვიცი და რამდენადაც მითხრეს, ხო? რამდენადაც მე მაქვს სტატისტიკა, რომელსაც გამომდინარე იქიდან, რომ ეს ვერ ფარავდა ნაგვის დასუფთავების ხარჯებს თუ ეს არა მე ვერბალურად გადმოსებული ინფორმაცია მითხრეს ესე ქაბატონო კეთა და ისინი ვერ იღებენ მაგას გეუბნებით მე ისიც კი თინა ხიდაშამა რაღაც ტექსტი რაზეც რა ვერ ვიპოვე ინტერნეტში მოგადეთ ისე რომ მითხრეს რა ტექსტი დაწერა არის გუშტავი რომ თინამ რაღაცა ტექსტი არის თქვენ შეგატყობინეს რომ სასამართლო მიიღო ესეთი გადაწყვეტილება და თინა ხიდაშელის იმასო და ვეძებე და ვერ ვიპოვე ანუ ეს მეორე მხარე ვთქვათ შეიძლება პრესის და კი ბატონო ეს სხვა საკითხია თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებზე ხო და ოფიციალური დოკუმენტი თქვენ გინახავთ მე მოიწოდებს იმაზე ვსაუბრობ არა მე არ მომითხოვე მე საერთოდ რატო მომითხოვე თქვენ ხართ ხო საკრებულოს მე მომითხოვე და ეს არის იმდენად ასე ვთქვათ გასაიდუმლოებული ინფორმაცია შეიძლება ითქვას რომ სახელმწიფო საიდუმლოებას რა ვიცი მოანდომეთ სახელმწიფო საიდუმლოებას ესე იგი სათანადოდ მამუკა ითხოვთ სათანადოდ ითხოვთ რას ითხოვთ კონკრეტულად რო უთხრათ საზოგადოებაზე ამ შემთხვევაში კი ბატონო მე გახდეს გასაგები რას ითხოვთ და რა არ გეცლებათ კი ბატონო თქვენ ალბათ დამეთანხმებით როგორც მედიის ისე პოლიტიკური პარტიების და ამ შემთხვევაში ჩვენი სალომე ზურაბიშვილის საქართველოს გზის ყოველდღიურ მუშაობაში დღის წესრიგში დგას ეს საკითხი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნა და უზრუნველყოფა ამ ინფორმაციით. ეს არის მუდმივად დავისაგან კონკრეტულ შემთხვევაში თქვენ სტატისტიკა მოითხოვეთ, როდესაც იყო ფიქსირებული გადასახადი, ფარავდა თუ არა იმ ხარჯებს, რომელიც საკმარისი იყო სერვისის გასავლელად. არა, ამუშავებდა ამ სერვისს და ესე იგი ფარავდა. ბოლო რამდენიმე თვეა ჩვენ ვიხდით არანორმილებულ ვარაუდობ რომ ალბათ არ ფარავდა. არ ნიშნავს რომ ხარისხიანი პროდუქტი. ანუ და ამას ვამბობ სწორედ ხარისხიანობასთან დაკავშირებით. არანორმირებულ გადასახადს ვიხდით უკვე რამდენიმე თვეა. თავდავიდან, როდესაც ჩვენ ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ განპირობებული იყო ეს გადასახადის ზრდა და ამ ენერგიაზე მიბმა, ავტომატურად ამას უნდა გამოეწვია დასუფთავების სამსახურში დასაქმებული ადამიანების ხელფასების და ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც არ მოხდა. რამდენიმე თვის განმავლობაში არც საუბარი არ არის ამაზე. ანუ ხო უნდა რაღაცაზე საუბარი იყოს მაინც ბიუჯეტის შემოგთავაზონ და ოდესღაც რომ განხორციელდეს. ამაზე საუბარიც არ არის, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ანუ არ იგეგმება რაიმეს გაუმჯობესება. ანუ ეხლა ჩვენ ამ კუთხიდან რო შევხედოთ, ერთია იყო, როდესაც ტარიფი იყო 2.5 ერთ სულ მოსახლეზე და სულადობრივი გადასახადი, იყო რაღაცა შემოსავლები, გაათმაგდა ეს შემოსავლები ამ ტარიფით ცვლილებით, მაგრამ რეალურად სერვისი არ განვითარდა, არ შეცვლილა არაფერი, ხელფასები ადამიანებს არა, საუბარი მაინც უნდა დაწყებულიყო ამაზე. საუბარი ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით არ იყო ამაზე მინიშნება? არ ყოფილა ამაზე მინიშნება, ერთადერთი დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ როდესაც ჩვენ ეს თანხები, ასე ვთქვათ, შემოგვივა და ვნახავთ დაახლოებით რა თანხა შემოდის, შემოსავალი რა არის, ამის შემდეგ ვიფიქრებთო. კარგით. ანუ ფიქრზეც არის აქ საუბარი და არა იმაზე, რომ რაღაცა ცვლილება მოყვება ამ ყველაფერს. რა გააკეთებინე საით მე მაინც გონია ის ხა გამომდინარე მე მართლა მიყვარს საბუთებით ვაპარაკებ. მართლა არ მაქვს მონაცემები რომ რა იხარჯებოდა, საიდან იხარჯებოდა, მე მგონია რომ დასუფთავების სამსახურის შენახვაზე მერია ხო შეიძლება რაღაცა სხვა ადგილებიდან სხვა შემოსავლებიდან იღებდა ხუს და იქიდან ფარავდა. კარგით, არ ყოფნიდა, მივიღოთ ეს ნორმაც, რომ მივიღოთ ეს ნორმა. და უბრალოდ გახდა საჭირო ამ გადასახადების გაზრდა. რა კრიტერიუმი უნდა დაეწესებინათ, ეს ძნელი გასასაზღვროა, ხო? მე უბრალოდ ერთ კითხვას დაგისვამ ქაბატონ კეთა. როდესაც მოქალაქეები საუბრობენ სოციოლოგიური კვლევაც ჩატარდა ამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის დასახელებული სწორედ ეს გაზრდილი გადასახადი, მიბმული გადასახადი ერთმანეთთან. მოქალაქეების ინტერესების დაცვა უნდა ხდებოდეს პირველ რიგში იმ ორგანოს მხრიდან, რომელსაც ევალება, პირდაპირ ევალება თითოეული ჩვენთაგანის ინტერესები იყოს გათვალისწინებული, ხო? საკრებულოა ესეთი ორგანიზაცია და საკრებულო ამას ვერ უზრუნველყოფს. ყველა სოციოლოგიური კვლევა ცხადყოფს და აჩვენებს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის სწორედ გაზრდილი გადასახადი. ამაზე რეაგირება უნდა ქონდეს თუ არა ქალაქის მთავარ ორგანოს. ისიც რა ალბათ ქალაქის მთავარ ორგანოში მუშაობს.
ისიც მე არ მუშაობ ხალხის თავაროდო. მე საერთოდ პოლიტიკაში კი, ხო, პოლიტიკაში. მეც და თქვენც მოქალაქეები ვართ. არანაირი შეხების არც სურვილი არა, მაგრამ მე ვარ საზოგადოებრივი გაერთიანების წარმომადგენელი და ცალკე სფერო, ხო? გამომდინარე იქიდან არსებობს საკრებულო ამისთვის. საკრებულოს ხა ესე თუ ძალიან შეწუხებულია ეს ხალხი და ეს თუ ძალიან თვლიან თავის ვალად, ხო? აქამდე ეს საბუთების უნდა მოეძიებინა, რას ნიშნავს არ მაძლევი? არა, დაჭდეს ბატონო, გამოაცხადოს ფშალში მომეცი საბუთები. 1000 გზა როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებდა ქალაქის საკრებულო, როდესაც ეს მიდიოდა ქალაქის საკრებულოში განსახილველად, იცოდით ამ გადაწყვეტილების შესახებ? ზაფხულში მოხდა ეს 2011 წლის 24 ივნისში. როდესაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. სწორია ეს გადაწყვეტილება. ერთი წუთით ბატონო მამუკა, ერთი წუთით. სწორია ეს გადაწყვეტილება. არცაჩვენებდი არ ყოფილიყავთ. ამიტომ გეუბნებით მოქალაქეობრივ ვალდებულებებს. ისიც ეს მე არ გეცოდინებათ, ცხადია, არ გექნებათ ინფორმაცია. არა, ერთი წამი. ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო საქართველოს ეკონომიკის ის პროექტის საქმე წყდებოდა და დამიჯერეთ საქართველოს მოქალაქეებს თუ ის განხორციელდა. ბევრად უფრო მეტი ბენეფიტი ექნება ვიდრე იმითი რომ მე არა თქვენ უფლებებს მაშინ როცა არა თქვენ უფლებებს მდგომარეობს ამ შემთხვევაში უფლებების დარღვევა. მე ხალხობატონ ქეთას მინდა ვკითხო. ასეთ საკითხების გადაწყვეტის დროს მოქალაქეები უნდა იყვნენ თუ არა საქმის კურსში ჩაყენებულები და უნდა იღებდნენ თუ არა აქტივ მონაწილეობას. იმ დღეს გაიგეთ, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ისიც ის მოქალაქე რომელიც ამით ეს მე დამერწმუნდა ხა ჩემი პირადი საქმე, ხო მე არა ვარ მთელი საქართველოს მოსახლეობა, ხო არა ვარ. მე ვარ ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს თავის კონკრეტული უამრავი საქმე, რომელიც ცდილობს აქაურობაში გააკეთოს ის, რასაც თulis საჭიროს, რომ აქაურობას ნამდვილად სჭირდება და მე ამას ვაკეთებ, ხო? მე შეიძლება ამასობაში გამომჩეს იმიდან თვალი რა ქვია, მეთოყოლოდ ვიღაცის განცხადება, შეიძლება გამომჩეს 1000 რაღაცა, იმიტომ რომ მე კონკრეტული საქმით ვარ დაკავებული და ძალიან დაკავებული. არა, მეთანხმებით ერთად, რომ უნდა ცოდოთ მოქალაქეებს ამ გადაწყვეტილებას. მე ისიც არ ვიცი. ჰაერზე რო დაგიწესონ გადასახადი. მაშინ მე ისიც არ ვიცი, დემაგოგია და რაღაცები არ ვიცი რა ჰაერზე გადასახადი. მე მაინტერესებს საკრებულოს წევრებმა რომ მიიღეთ პროექტი, რომელზედაც შეგეძლო. კი ბატონო, გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე შემოვიდა, შემდეგ იყო ბიურო და სასწრაფო წესით ჩაჯდა დღის წესრიგში და იყო განხილვა. ანუ აქ ერთია დაირღვა ყველა ის რეგლამენტი და ის კანონმდებლობა, რითაც რეგულირდება საკრებულოს ქალაქ თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობა, იმიტომ მოქალაქეებს, საკრებულოს წევრებს არ მიეცათ საშუალება, არ მიეცათ უფლება მეტი განხილვა და საუბარი ყოფილიყო ამ საკითხზე და მეორე თვითონ ეს გადაწყვეტილება, რომელიც კარგი, მოდით რა წერია სარჩელში, რომ გახდეს გასაგები თინა ხიდაშელის საქმე, რომელიც საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა, საკრებულომ არ დაიცვა ნორმატიული აქტის მიღების პროცედურა, კერძოდ მერიდან საკრებულოში ცვლილებების პროექტი 2011 წლის 14 ივნისს შევიდა. კანონით ის საკრებულოს წევრებს მაშინვე უნდა გადაგზავნოდათ, მაგრამ ხიდაშელის წარმომადგენელმა პროექტი 20 ივნისს ჩაიბარა. ხიდაშელი საქართველოში არ იყო, ჩვენ ყველანაირად ვცადეთ მასთან და მის წარმომადგენლებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ შეძლეთ აღნიშნა სასამართლოს და საკრებულოს წარმომადგენელმა. ერთი წუთით. ხიდაშელის თქმით, უკაცრავად დავასრულებ. ხიდაშელის თქმით 2011 წლის 24 მაისს ჩატარდა ბიუროს სხდომა, რომელზედაც დამტკიცდა დღის წესრიგი. საკრებულოს სხდომის გამართვის დრო ინტერნეტის საშუალებით იმ დღეს გახდა ცნობილი. 24-შივე მიიღო საკრებულომ გადაწყვეტილება დენის გადასახადის ნაგვის ტარიფის მიმასთან დაკავშირებით. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ კანონპროექტის განსაჯაროებიდან მოქალაქეს 20 დღე აქვს იმისთვის, რომ გაეცნოს ცვლილებებს და სურვილის შემთხვევაში წერილობით წარადგინოს თავისი შენიშვნები და მოსაზრებები. მაშინ, როცა მე საკრებულოს წევრმა 4 დღით ადრე მივიღე ეს პროექტი, მოქალაქეს რა თქმა უნდა არ მიუწვდებოდა მასზე ხელი, მათ წაართვეს უფლება სცოდნოდა თუ რა აქტს იღებდა საკრებულო. არის ეს კონკრეტული დარღვევა? აი, თინა ხიდაშელს თუ მოვუსმენთ, ალბათ არის. ფაქტზე გესაუბრებით, ანუ 14 ივნისს მოხდა. ანუ დროში არ ჩერდა, კაი, მე არის დარღვევა. ანუ ეს საფუძველი უნდა დამხდარიყო თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის, რომ ეს ნორმატიული გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო სამართლიანი გადაწყვეტილება. თქვენ ენდობთ ამ გადაწყვეტილებას? არა, მაინტერესებს. დარღვეული არის თუ არა აქტი განსაჯაროების, დარღვეული თუ არის თუ არა მოქალაქეების უფლება მიიღოთ მათ ინფორმაცია იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც პირადად მათ პირდაპირ უკავშირდებათ, მათ ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდებათ. ჩვენ ხო ვთანხმდებით, რომ მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა დღეს საქართველოში. ხო, ამით მძიმდებაო მოქალაქეები საუბრობენ ჩვენი ფინანსური მდგომარეობაო.
გამოსავალი რა არის ალბათ რომ კეთა კიდე უფრო დაუბრუნდეთ გამოსავალი არა გამოსავალი სიტუაციაში მოქალაქეების ფინანსური დგომარეობა გაუმჯობესებს ამისი გზები და ამის კი და სულად შესაძლებელია და ძალიან მოკლე ვადებში შეიძლება გაკეთდეს მანამდე რა ქნა მოქალაქეებმა ეს მოკლე ვადა რამდენია მანამდე ეფესოებსაც მაგალითად ამისთვის ერთი წუთი ბატონო მამუკაც შეიძლება კი ბატონო გისმენთ არის რაღაც დემაგოგია და დრამატიზება ანუ რამდენია ეს მოკლე ვადა ერთი წუთი შესაძლებელია სიკტილი ვინახეთ ბოლოს მომკვდარი დაიხოცებას შემიძლია გაგახსენოთ ქალბატონი რომელმაც თავი დაიწვა სადღაც გავიგე ეხლა თავი დაიწვა ვიღაცა გაგიჟდა თავი დაიწვა არ მოკვდა და თავი დაიწვა ერთი და უყურადღებობის გამო დაიწვა თავი რომელიც შეერი მოკვდა და თავი დაიწვა ერთი და იგივეს ნიშნავს იყო მისული იმიტომ დაიწვა ბენზინი ხო იშობა თავი რო დაეწვა რა კარგი არ გვინდა რა დემაგოგი კი ბატონო რაღაცა იმაზე რომ ჩვენ გვინდა გამოსავალი ვიპოვოთ ჩვენ გვინდა ეკონომიკის გაუმჯობესება გვინდა ხო გვინდა ყველას მე მაინტერესებს ეს მოკლევა და რამდენია ნუ ეს მოკლევა და გააჩნია რა სითამამით გადადგოს მთავრობა ამ ნაბიჯებს აი მაგაზია დამოკიდებული ხო არა ჩვენ რაც უფრო თამამი იქნება მთავრობა მაგ მიმართულებით და რაც უფრო ნაკლებად დაიხევს უკან მით უფრო მოკლე ვადაში შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს თუნდაც ეს კონკრეტული შემთხვევა არ უნდა თუნდაც ეს კონკრეტული შემთხვევა საერთოდ როგორც საკითხი დგას იქ სადაც ადამიანის პრობლემა აქვს 4 ლარის და 5 ლარის ხო ესეა არა 4 ლარზე და 5 ლარზე არ არის საუბარი კი ბატონო 10 ლარის პრობლემა აქვს რომ გადაიხადოს კი ბატონო 15 ლარის პრობლემა აქვს ხო პრობლემა რა ანუ რაზეა ლაპარაკი არის იმაზე რომ ეკონომიკის ზოგადი პრობლემები ასეთი გზით კაი შეიძლება თქვათ გადასახადები გაიზარდოს კი მაგრამ გადასახადების გაზის პარალელურად ის რაც არის ლიბერალური ეკონომიკა და რაც საქართველოს არის სასიცოცხლო დაუცილებელი. ეს არ არის უბრალოდ მე მგონი არა, არც მე ვერ ვერკვევი და არც საზოგადოებას აინტერესებს, მე მგონი ეკონომიკა ამ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულ საკითხზე საუბრობთ. ეხლა თქვენ მე მელაპარაკე მოიცა ერთი წუთი რას ნიშნავს არ აინტერესებს ეკონომიკა ჩვენ ფინანსებზე ვლაპარაკობთ და გადაცა ეგ არის ეკონომიკა თქვენ ეკონომიკა რა გონია? არა, თქვენ წახვიდით შორს ლიბერალურ ეკონომიკაში. მე შორს რა თქვა შორს მიდიხარ კონკრეტულ პრობლემას. სამართლიანობის პრინციპს დაუკვირდით. რა შუაშია სამართლიანობის გელაპარაკებით გამოსავალზე რომელიც მთავრობამ უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში სამართლიანი არისო ხო ეს გადაწყვეტილება თანხდებით მე გეუბნები თანხდებით არა თანხდებით მე მგონი მე არ მითქვი არც ერთი სიტყვა მსგავსი და არა ქალბატონი თინას მოთხოვნა სამართლიანიაო ანუ გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი ლოგიკურად ბმას ძალიან გთხოვთ რა და ერთი თქვენი რესპონდენტი არ მელაპარაკებს მაშინ რატომ მომიწევთ დებატის რეჟიმი ქალბატონი ქეცა ამ შემთხვევაში დებატის რეჟიმი არა გასაგებია დებატის რეჟიმი ხო გაწყვეტილება ადამიანს რაღაცა რომ მე პასუხი გასცეა რა სამართლიანობის კანონიერების პრინციპების დარღვევის ხარჯზე უნდა განვითარდეს ამ შემთხვევაში კანონის ფარგლები და გამომდინარე ანუ თქვენ ლაპარაკობთ იმ 20 დღეზე თუ თქვენ ლაპარაკობთ მიბმულ გადასახადზე მიბმულ გადასახადზეც და 20 დღეზე ორივეზე ქალბატონი კი ბატონო ვილაპარაკობთ მიბმულ გადასახადზე ხო რახანის მიღებულია უკვე როგორც ან დამტკიცებული ეს ანუ უკანონო დარღვევა აღარ არის ეს ერთი დარღვევების ხარჯზე მიღებული მოკლედების გასაგებია ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ თქვათ მოვითხოვოთ რა დღეს კანონი უკვე მიღებული ხო ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ თქვენ შეგიძლიათ საკრებულოს ხო წევრია რა აპარატის თანამშრომელი ნუ რა მშობა ქეთ ხო ნუ აპარატის თანამშრომელი საკრებულოს წარმომადგენელი შეგიძლიათ მოითხოვოთ თავიდან მოითხოვოთ ამის განხილვა შეგიძლიათ მოითხოვოთ ცვლილებები კანონში და არა ძალიან კარგად ვიცით რა უნდა მოვითხოვოთ და რა გვესაჭიროება არა ძალიან კარგად ვიცით პარლამენტში შეიტანეთ რა ვიცი როგორ ხდება ეს პროცედურა კონკრეტული რა გზები არსებობს გავიგეთ რომ საქალაქო სასამართლო მიიღო ესეთი გადაწყვეტილება და სამართლიანად ცნო ეს გადაწყვეტილება საკრებულოში შიგონით რა მექანიზმი არსებობს საკრებულოში იმისა რომ ეს გადაწყვეტილება რომლის გამოც მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი არის დაზარალებული იქნას გადახედილი არსებობს ამის კი ბატონო არსებობს ასე ვთქვათ ხელახლა უნდა შევიდეს ფრაქცია ამ შემთხვევაში ალბათ ინიცირებით ბიუროს ხდომაზე რომელსაც ან ჩასვავს მართველი გუნდი დღის წესრიგში და ბევრი საკითხი იყო რომელიც არ ჩაგვისვეს უბრალოდ ესე ხმათ აკენჭისყროსთოს ბუნებრივია უმრავლესობით არიან აქ ჩვენ გამოგვჭა ერთი მნიშვნელოვანი ანუ აქ ერთადერთი გამოსავალი არსებობს საზოგადოების ზემოქმედება და საზოგადოების ზეწოლა ხელისუფლებაზე სხვა გამოსავალი ამ ქვეყანაში როგორც ვნახეთ არც ადგილობრივი თვითმმართველობა ყავს არც აღმასრულებელი ხელისუფლება არც სასამართლო რომელიც საზოგადოების დაკვეთაზე და მოთხოვნაზე იქნება ორიენტირებული აქ კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რაზეც ყურადღება არ გაგვიმახვილებია ეს არის პირდაპირ უკავშირდება ეს ყველაფერი არჩევნების თემას თქვენ თუ გახსოვთ კი ბატონო და ვიტყვი თვითმმართველობის
ბატონო, გეტყვით, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოგეხსენებათ იმ ადამიანებმა, რომელიც საარჩევნო სიებში, სახლებზე, ოჯახებზე მიწერილი იყო ძალიან დიდი რაოდენობით, დაიწყეს ამ მოწერა. ვინაიდან გადასახადი თბილისის საკრებულომ გაზარდა ყოველ სულ მოსახლეზე 2.5-მდე. ამის შემდეგ ვინაიდან დაიწყეს ამ ნაციონალური მოძრაობის წევრებმავე, ვისთანაც მიწერილი იყო, ასე ვთქვათ, გაურკვეველი წარმოშობის ადამიანები, დაიწყეს ამ ხალხის ამოწერა სიებიდან. ხელისუფლებას დღის წესრიგში დაუდგა საკითხი, რომ არ ყოფილიყო სულადობრივი გადასახადი. ვინაიდან შეეჩერებია ეს ადამიანების ბინებიდან ამოწერის პროცესი და მოახერხა კიდევაც. ანუ ამისთვის იყო ეს გამიზრდილი? ეს არის კავშირში არის პირდაპირ. არა მარტო ამისთვის, აქ არის ფინანსური ინტერესი, რომელიც გაათმაგდა გადასახადების ამოღება ადამიანებს პირდაპირ, ასე ვთქვათ, ჯიბეში. არა, როდესაც ქონდა 7 ლარი და 20 ცენტი და გაუათმაგდა ამ ადამიანს გაუათმაგდა ათმაგ ელექტროენერგიას. არა, უკეთ ხალხო ეკონომია უნდა ვისწავლო, მაგას ნიშნავს ეკონომია. თუ ვახერხებ უზარმაზარ სამში ძალიან ცოტა ელექტროენერგია დავხარჯო. რომ არ დახარჯონ ელექტროენერგია. მე მოუწოდებ რომ ეკონომიურად იცხოვრო, როცა შესაძლებლობა არ აქვს, რომ გადაიხარ. რას ნიშნავს, იმიტომ რომ ხარჯი უნდა შეამცირო, როდესაც ელექტროენერგიას იხდის. დასუფთავება მოსდის, დასუფთავება. ასაგებია, მაგრამ ელექტროენერგიის რამდენი აქვს? ელექტროენერგიის აქვს 151 ლარი. ეხლა მე რამდენი კვადრატულ სახლს გამაგებინეთ, ეს უნდა მოახერხ. რა არის გავგებარი? მე თუ ვახერხებ, იცით, მე არა ვარ ძალიან გაჭირვებული ადამიანი ამ მე თუ ვახერხებ, რომ ელექტროენერგიის ყველაზე მეტი ზამთარში რაც მოსულა იყო 54 ლარი. ყველაზე მეტი. ანუ ისიც მე არ ვიყავი და იყო ჩემი და იყო ჩამოსული და ბევრი სტუმრები ყავდა. გაზი ჯერ არ მოსულა, ეხლა მოვა გაზი და მაგალითად ერთი წუთით მამუკა ბევრი მაქვს საკმაოდ მინდა. გაზი ბევრი გაქვს, ანუ ეს ადამიანი დენზე თბება. გასაგებია რომ გაზი დენზე ბევრად მეც ამაზე. ხო და მაგას გეუნებით ადექით და გაზი გაზიფიცირება მოითხოვეთ. ეკოლოგიურია ვიდრე გაზი. ეკოლოგიური გაზი უფრო ეკონომიურია. თუ გაზით გათბობის საშუალება არ აქვს მოქალაქეებს, საკრებულო ფულს ესე რომ ხელისუფლების რიტორიკა ხელისუფლებამ შეიყვანოს გაზი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის გაზი. ეკოლოგ მაშინ ბევრი უნდა გადაიხადოს, რა ხა შეეგუეთ საყვარლები რას ქვია, უკეთ ჯანმრთელი უნდა იყოს. ყველაფერი ღირს, ყველაფერი ფართულია, ყველაფერი ფასია. შესაძლებელია კითხვა. ხა იმას უნდა დენით გათბეს უკაცრავად, რა დენი ძვირია. ერთი წუთი. მაშინ იშოვოს დენი რიდუმულია დასუფთავება. დენი 150 ლარი დენი თვეში ძვირი არ არის. და 50 ლარი ამასთან ერთად დასუფთავება. გასაგები მე დავანებო დასუფთავებას 150 ლარი თვეში ცოტა. როცა ხდება დენი არ არის. ხელისუფლების რიტორიკა თქვენთვის ცნობილია თუ არა, თქვენთვისაც ძალიან მაინტერესებს. ხელისუფლების მიდგომა, პოზიცია ქვეყნის აღშენებლობასთან დაკავშირებით. როგორი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, როგორი განვითარებული ქვეყანა გვაქვს. ჩვენ ამ პირობებში გვეუბნებით მოქალაქეებს, რომ ეკონომიურად ვიცხოვროთ? რაღაცა არ ჯდება ერთმანეთში. ჩემთვის არ ჯდება დამარწმუნეთ, რომ ეს ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირში. ცივილიზაცია მინდა გითხრათ. დიახ, რა მოიტანა? ის რო ადამიანმა არ უნდა დახოჩოს იმას. 21 საუკუნეში დავზოგოთ ელექტროენერგია. ამას რევოლუცია მოხდა იმისთვის, რომ 24 საათიანი ელექტროენერგიის მომარაგება ქონოდა ქვეყანაში. თანხარ უნდა გადაიხადო ეს არავინ არ იცი. ვინმე ამბობს, რომ არ უნდა გადაიხადოთ? ამიტომ უნდა ვეცადოთ გავხადოთ იმდენი ისე გადავხტელებით, ხო? ანუ აქ ლაპარაკია ხარჯების შემცირებაზე, არა მარტო მოსახლეობის, არამედ სახელმწიფო ხარჯების შემცირებას. ამაზე მთელი უზარმაზარი კომპანიები ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან სერიოზულად და ძალიან ძალიან დამერწმუნდა. და ამერიკის შეერთებულ შტატებში დენი და დაგავი ერთმანეთს არის მიღმული. არა, თქვენებს გეტყვით რა. დიახ, თქვენ იცით ანალოგია მისი მაინტერესებს. მე ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაზე ვიყავი, ხო? დასკვნები გააკეთეს რა. კი ბატონო. და შეუძლია და ეს არ უნდა დაშეულები, ნუ გააკეთეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფომ გაზარდა ხარჯები. ანუ დაიწყო ხარჯვა იმაზე მეტის, რაც ქონდა. ეს შეიძლება ანალოგია მოვიტანოთ ნებისმიერ მოსახლესთან, რომელიც იქ ცხოვრობს, ნებისმიერ მოსახლესთან, რომელიც აქ ცხოვრობს, ან ზოგადად ეკონომიკის წესია ეს და კანონი. როცა ხარჯავ იმაზე მეც რაც გააქვს, შენ გედება ვალები. ამ ვალების დადებისას შენ ეს ვალები საერთოდ უნდა გადაიხადო. ანუ უმეტესწილად შენ ბოლო-ბოლო მიდიხარ ძალიან დიდ პრობლემებამდე ეკონომიკურად. იგივე შემიძლია უთხრა ყველა საქართველოს მოსახლეს. როდესაც შენ განსაზღვრულად შეგიძლია დახარჯო თვეში აი ამდენი, ხო? შენ უნდა მაქსიმალურად ეცადო რა, ორი ვარიანტი. ან გაძარდო შემოსავალი, ხო?
ან შეამცირო ხარჯები. ბატონ ქეთა, არა ეს დემაგოგია, ეს არის ის რა, რითიც ცხოვრობს მსოფლიო ეკონომიკა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზარდა ხარჯები. გიხსნით ხარა? ერთი და იგივეა რა. ეს არის ერთი და იგივე, ოღონდ ანალოგია უფრო მასშტაბიანი და უფრო ფართო. ნაგავი ერთმანეთთან დაკავშირება ამაზეა საუბარი, თორემ ის ადამიანი არა, ის ადამიანი რომელსაც შეუძლია 150 ლარი გადაიხადოს ელექტროენერგიაში. არა, უკაცრავად მე თქვენ გეუბნევით, თქვენ რამდენ სიხდით გათბობის გადასახადს შარშან ყოველ შემთხვევაში რამდენ სიხდით გაზით როცა მე საერთოდ არ ცხოვრობდი და შარშან როდესაც ბოლოს გადასახადი, როდესაც გადაიხადე გაზში ანტრესოლით და მაშინ მოვდიოდა 60 ლარი, იმიტომ რომ ერთი ოთახი იყო ძალიან საშუალოდ ბიუჯეტში რამდენი გაქვთ გაწოლილი გადასახადი გათბობისთვის. მაგას გეუბნებით, ეხლა ჯერ რაც მე ჩავრთე ერთი თვეა, ეს არ მოსულა. რამდენს ფიქრობთ რომ მოვა? არ ვიცი რამდენი მოვა, რომ მოვა, მე შემიძლია გამოვაქვეყნო. 150 ლარზე მეტი ალბათ. შემიძლია არ ვიცი. კი ბატონო, ეს ადამიანი ზებება ელექტროენერგიით. მთელი ერთი თვის განმავლობაში. იმიტომ რომ გაზი არ აქვს. მოვიდა ელექტროენერგია 140. არა, მე უკვე განსაზღვრე. გაზი აქვს თუ არა აქვს, სხვა საკითხია. გაზი რო კონდეს, როცა გეკნებოდა გაზი ამდენივეს გადაიხდი და გაზზე. აი გათბობა ბევრად აფიჟდება. არა, მე ვიხდი 300 ლარს ცენტრალურ გათბობას. 200 კვადრატულ მეტრზე, 300 ლარს, ხო? ხო. ანუ 150 ლარი დენი და ამის მესამედი მოსდის დასუფთავების გადასახადი, ზედმეტი გადასახადი, რომელსაც არ უნდა იხდიდეს. კი ბატონო, მე კიდე ვურჩევდი რომ გადავიდეს გაზზე ხარადო რომ თემაიც იმას დენი ბიბული არ არის, კი არა, ელექტროდ დაუსაბუთებელი გადასახადი. ის არ არის მიბული. ნაგავი არ არის. მოქალაქის არჩევანია, ბატონ ქეთა, გაზის გათბება, დენის გათბება, იქნება იმ მოქალაქეს არა გაზის გამათმობლის შეძენის საშუალება, ხო? ვიცით რომ ძალიან იაფი არის. დენის გამათმობელიც არ ღირს იაფი, დამერწმუნეთ თუ 200 კვადრატული დენის გამათმობლებიც არსებობს. ჩვენ აქ რაზე ვსაუბრობთ? იმაზე რომ დავიცვათ მოქალაქების ინტერესი თუ სხვა საკითხი დგას ამის საპირწონედ. რაღაცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რაღაცა რა, რომ რაც დრო გავა, აქ კიდე ძალიან ბევრი რაღაც და მე ისევ და ისევ ვიცი. მოქალაქეების ინტერესები შეიძლება იმედიეტლი, ანუ იმ წუთში იყოს ისეთი რომ ვინმე დედა და რაღაცა საშინელება ხდება, მაგრამ რეალურად long term-ის შემთხვევაში ამას ყველაფერს მოაქვს თავისი შედეგები. მოქალაქეები კი, რაც დრო გავა, მეტი და მეტი შედეგები იქნება. რაც უფრო მეტ რადიკალურ და რაც უფრო მეტ კატეგორიულ მარჯვენა მხარეს გადმოხრილ რეფორმებს ჩაატარებს ჩვენი მთავრობა, მით უფრო კარგი იქნება მთავრობის მოხრილი რეფორმა. ეს არის საშუალება ამოიღო გადასახადი, რომელიც მაშინ მოდით მამკაც ვთქვათ, ამ მექანიზმი რომელსაც ალბათ არ იქნება ეს ხალხი. ან გაზარდა თქვათ იმის გადასახადი. დასუფთავების გადასახადთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მოქალაქეები მართლაც არ იხდიდნენ, ხო, გადასახადს. თუ არა ეს გადაწყვეტილება, მაშინ რა მექანიზმი არსებობს, რომ მოხდეს ამის რეგულირება? იცით თქვენ ამ მექანიზმის შესახებ? ვიცი, ძალიან ნათლად ვიცი, ასე ვთქვათ, აქ გამოსავალი არის ერთი. ვინაიდან არსებობს საფრთხე, რომ თუ ასე ვთქვათ, გადასახადს რაღაცა იძულების მექანიზმებს შიგნით არ ჩავდებთ, მოქალაქეები დასუფთავების გადასახადს არ გადაიხდიან, იმიტომ და გეთანხმებით, რომ იქნება ამის საფრთხე და ამის რისკები, რომ არ გადაიხდიან და ქალაქს ასე ვთქვათ, დანაგვიანებულს ხომ არ დავტოვებთ. აქ გამოსავალი არის ძალიან მარტივი, რომ დაუწეროთ ქვითარზე, რომ შენ სულადობრივად გადაიხდი გადასახადს. ლარნახევარია თუ ორლარნახევარი ერთ სულ მოსახლეზე. ეს გადასახადი იქნება ფიქსირებული, ასე ვთქვათ, და რეგულირება იქნება თუ შენ ამ გადასახადს არ გადაიხდი და ვადებს გადააცილებ გადახდეს, შეგიწყდება ელექტროენერგიის მიწოდება. ძალიან მარტივად დგას საკითხი დღის წესრიგში, მაგრამ სულადობრივი იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული. და მუშაობდა. არა, უცო ბევრი არის. ეს არასრულებდა ის ადმინისტრაციული ორგანო. არა, ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თუ ვინმე არ იხდიდა და თქვენ ამ შემთხვევაში არ იხდით. ამ შემთხვევაში ეს არის დანაშაული იმ ადმინისტრაციული ორგანოსი, რომელსაც უნდა ეზრუნა იმაზე, თქვენ რომ ამ გადასახადს არ გადაიხდით. ეხლა ჩემთვის ადმინისტრაცია არის ამის შესაბამისი. როგორც გაზზე, გაერთიანებული გადასახადი უნდა გამოერთოთ ელექტროენერგია. არ ვიცი. ანუ თქვენ იგივეს ამბობთ, ოღონდ ამბობთ, რომ ეს იყოს არა რაოდენობა მოხმარებული რაოდენობა ელექტროენერგიის, არამედ სულადობრივი ბატონო. ამისთვის მე ისევ და ისევ გიმეორებთ. ეხლა მე არ ვიცი კონკრეტული ციფრები, ხო? თქვენც არ იცით კონკრეტული ციფრები, სამართლიანობაზე ვსაუბრობთ. არა, არ მაინტერესებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ციფრები. იმისთვის რომ ჩვენ განსაზღვროთ რა უფრო მომგებიანია იგივე მოსახლეობისთვის და იგივე
თქვა და იმისთვის რომ ნორმალურად იმუშაოს ამ დაწესებულება, ხო? ანუ ნაგვის დასრულება. მოსახლეობა ამბობს რომ არ არის ეს ჩვენთვის სახარბიელო მდგომარეობა. ჩვენ გვეზრდება გადასახადი. ამისთვის საჭირო, ამისთვის არც მე რატომ ვიძახი? მე ხო არ ვარ ამ საკრებულოს წევრი და არც რაღაც კი ბატონო, გააგრძელეთ ის. გასაგებია, ამისთვის არსებობს აი ეს ისინი დაწესებულებები, რომლებიც არსებობს, რომლებიც უნდა დადონ სტატისტიკა, რომლებიც უნდა დადონ ციფრები და რომლებიც უნდა გააკეთონ კომპიუტერის საშუალება. და შესთავაზონ ეს და უთხრან და აუხსნან. ისიც თქვენ თუ ამას ესე გააკეთებთ, ხო? თქვენი შემოსავალიც გაიზრდება, მოსახლეობასაც ნაკლებად დააწვება და ასე შემდეგ. ანუ ეს კეთება მარტივი ციფრებით და არა ასე ლაპარაკი ზოგადად. ციფრები, რაზეც თქვენ საუბრობთ, საჭიროა გათვლები, ამას ვამბობთ სწორედ რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს გათვლები უნდა მიეწოდოს. როდესაც შემოვიდა ინიციატივით ამ ცვლილების შესახებ საკრებულოში, ელემენტარული ეკონომიკური გათვლა არ ყოფილა. არ მოწოდებიათ ის აუცილებლობა. არა, მე როგორ უნდა გავაკეთო, როგორ რას ხარჯავს დასუფთავების, არა, საკრებულოს არ ეხება დასუფთავების საქალაქო სამსახური რას ხარჯავს. ეს იმან უნდა გააკეთოს ეს ცხრილი საჭიროა. გასაგებია რომ შევხედეთ რომ არ აკეთებს, ხო ვიცით რომ არ გააკეთეს, გააკეთოს რა ვიღაცა მე პრობლემად არა ვარ ეკონომისტი. არავინ არ გააკეთებს, იმიტომ მომქებიან პოზიციაში არიან. როდესაც ამ მოგალადის მაგალითზე 10 ჯერ ესდება ეს. არა, მონაცემები, ქალბატონო კეთე. მონაცემების გამოთქობა ხარ მე ძალიან ხელმისაწვდომობა არ აქვს. მე მაინტერესებს საკრებულოს არ აქვს ხელმისაწვდომობა ქალაქში ხარჯებზე? არა გვაქვს. ანუ ქალაქში ხარჯები დეტალურ ციფრებზე არ გვაქვს ხელმისაწვდომობა. ზოგადად ციფრებზე ხო გაქვს? ზოგადად რას ნიშნავს ზოგადად? გასაგები, აი ზოგადი ციფრები უნდა აიყო, არ ვიცი ხა მე შეიძლება ცოტა ისე ადამიანი ვარ. ძალიან მარცხად უყურებ. ბოლომდე მიყვანა მიყვარს ხო? არა მე ვაშე ესე უდგები ცხოვრები მე რაღაცას ვიწყებ მე ის მიყვარს ბოლომდე რას ნიშნავს? არა მაქვს მონაწილე რას ნიშნავს? მაშინ ესე მარტივად მივუდგეთ იმასაც რომ მოკლედ ცოტა კატეგორიულად მოითხოვოთ ეს მონაცემები არგუმენტირებულად რომ ჩვენ ვაპირებთ აი ამის გაკეთებას იმისთვის რომ შევთავაზოთ ჩვენს ქვეყანას უკეთესი ვარიანტი, ჩვენს მოსახლეობას უკეთესი ვარიანტი და ჩვენ არა. უფრო სამართლიანი იქნებოდა. არ არის აქ მნიშვნელოვანი ეს ციფრები, თქვენ გადაგყავთ საუბარი სხვაგან, ციფრებში, გათვლებში. არ არის მნიშვნელოვანი ციფრები და გათვლები. არა, სამართლიანობა უფრო მნიშვნელოვანია. აქ დაირღვა სამართლიანობის პრინციპი. ხახო, რას ნიშნავს? ხალხს მეცახტები ეს ფული არ არის. მე ის წარმომადგენელი არა, იმდეს რამდენიც გადასახდები. ნაგვის გადასახადი, წონით უნდა გადაგიხადოთ. ეს იქნებოდა მეტად სამართლიანი, ხო სისულელეა. წონით ნაგვის გადასახადის გადახდა, ხო წარმოუდგენელია. ხო წარმოუდგენელია. ეს უფრო სამართლიანი იქნებოდა, ეს იქნებოდა სამართლიანი და ის რომ შენ 1 კილოვატ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადაიხადე 5 თეთრი დასუფთავების გადასახადი, ეს არის როგორც სოციალურად უსამართლო, ისე სამართლებრივად უსამართლო და ეკონომიკურად დაუსაბუთებელი. იგივე უნდა გავიმეორებ. კარგით. არა, ეკონომიკურად სამართლებრივად არის დაუსაბუთებელი და ადამიანი, რომელიც თავისუფლებას აძლევს, რომ მეტი დახარჯოს ელექტროენერგია, ის თავისუფლებას აძლევს, რომ მეტი ჭამოს, ანუ ქონდეს მეტი ნაგავი და ასე შემდეგ. არ არის თქვენი საქმე, ვიღაც დახარჯავს და ვიღაც შეჭამს. თუ სამართლიანობაზე მელაპარაკებით, ხო უკაცრავ. არა, თქვენ სოციალისტი ყველა თანაბრად ეკონომია დამთავრდა ქალბატონო ქეთევან სოციალიზმი. არა, ამას ნიშნავს რასაც თქვენ საუბრობთ. მე გეუბნებით რომ ადამიანი როდესაც ბევრს ხარჯავს, ხო, რაღაცას ერთ, არაკეთებდა წყალს, ელექტროენერგიას, რაღაცას ბევრს ხარჯავს, ვიღა რამდენი უნდა დახარჯოს? არ უწევს იმაში გადაიხადოს მეტი და არა, მეტი რატო ბევრს ხარჯავს. არა, უკაცრავად. საუბარი რომ ბევრს ხარჯავს, დახარჯოს ნაკლები და ნაკლებს გადაიხდის. კეთა, რო ყოფილიყო სულადობრივი გადასახადი და ყოფილიყო ადმინისტრაციის მიერ რეგულირებადი ამის მონიტორინგი. რომ თქვენ არ გადაიხდით ნაგვის გადასახადს, ჩაგიწევთ. მაგას არ იქნებოდა ეს სამართლიანი. ზოგადად, მე არ მიყვარს ზოგადი ფრაზები და მე არასოდეს მე ვაპარაკობ კონკრეტულად გადაწყვეტილება, მაგრამ კონკრეტული რიცხვები თუ არ დევს ხახნა ზოგადად სამართლიანი. გამოითხოვეთ კონკრეტული რიცხვები. არა, არ არის გააკეთეთ კონკრეტული როგორ არ არის ნიშნავენ ყველაზე ნიშნავენ ეს არის ხალხს საინტერესებს ყველა თეთრი რომელსაც იხდი და არა სამართლიანი პრინციპი. მე მეტის გადა ერთი წუთი ხო იმათ აინტერესებს თავისი ბიუჯეტი და თავისი ოჯახის ფული რა და სამართლიანობაზე თქვენი ლაპარაკი ამ ხალხს სჭირდება თავი დასასრულისკენ მივიდივართ ჩვენ მაშინ მე ყველა თბილისელს ვთხოვ პარტია სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზის ოფისში ბარნოვის 60 ნომერში მოგვიტანეთ ყველა ის ქვითრის ასლი რომლითაც გაგეზარდათ გადასახადი. არა, ეს იქნება 1000-ობით, 10000-ობით ქვითარი რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან მოიყრის თავს. და რა ადგილად კი მოითხოვეთ მეთქი რაც არსებობს თელასიდან მოითხოვეთ. არავის როგორ არ არსებობს რაც აბა თელას ბუღალტერია არა აქვს? თელას ბუღალტერია არა აქვს.
დასუფლების სამსახურს ბუღალტერი არ აქვს თუ რაზე მელაპარაკებით მიდიხართ იქ არ არის მნიშვნელოვანი ყველაფერი მიდის ფულამდე ხალხს არ უნდა მეტის როგორ არა აქვს ხალხს ნაკლები რომ გადაიხადოს არ უშენია მნიშვნელოვანია მაგაზია საუბარი არ გადაიხადოს და არა გადაიხადოს ხო და დაამტკიცეთ მეთქი ეს მტკიცება ყველაფერი ციფრები ძალიან დიდი მადლობა უნდა დავასრულოთ ჩვენი გადაცემა მე ეჭვმეპარება რომ ამ გადაცემით არ დასრულდება ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ეს არის საკითხი, რომელიც მოქალაქეებისგან, რომელზედაც პრეტენზია მოქალაქეებისგან არაერთხელ გვსმენია. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდი და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ქეთა გაბიანი, მამუკა ბალიაშვილი ჩვენი გადაცემის სტუმრები, ზუსტად 3 საათზე საინფორმაციო გამოშვება გელით, მე 8 საათზე დაგიბრუნდებით არგუმენტების ეთერში დროებით.